განათლების მინისტრს მოვიდეს, შეხვდეს სტუდენტებს და აგვიხსნას თუ რას ემსახურება განათლების ეს დეფორმა. გივი მიქანაძეს ბევრი არ უფიქრია. სტუდენტებს და ლექტორებს შეხვედრაზე უარი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების პირით შეუთვალა. არამხოლოდ მინისტრის კაბინეტი, არამედ განათლების სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებიც მათთვის ჩაიკეტა. ახსნა განმარტებების მოსასმენად სამინისტროსთან მისულ ადამიანებს შენობა პოლიციამ იძულებით დაატოვებინა. ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის აქტივები და აქტივები. არანაირი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და მისი განვითარება აქ არ არის. განათლების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით ერთდროულად რამდენიმე სურვილს ისრულებს. სჯის თავისუფალ ადამიანებს და დაწესებულებებს და ხელში იგდებს უნივერსიტეტების ძვირადღირებულ ქონებას. ილიაუნის ლექტორების თქმით, პარტიის გადაწყვეტილება მათთვის ამ უნივერსიტეტის დახურვის ტოლფასია. ყოველ წელს ეს სასწავლებელი 4000-მდე ახალი სტუდენტის ნაცვლად ამიერიდან 360 მიიღებს. რადგან 120 საგანმანათლებლო პროგრამიდან ოცნების მთავრობამ ილიაუნიში მხოლოდ 28 დატოვა. გააუქმა ისეთი ფაკულტეტები, რომლებიც წლებია საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს და რომლის განვითარებაშიც სოლიდური ფული და რესურსია დახარჯული. კონკრეტულ პროგრამებზე არის ძალიან მიზერული რაოდენობა 5 სტუდენტი პროგრამაზე, რაც ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი ციფრია, იმიტომ რომ 5 ადგილი ერთ პროგრამაზე ეს არანაირად არ ჯდება არც ფინანსური თვალსაზრისით, არც ადმინისტრირების თვალსაზრისით, არც აკადემიური და კვლევის თვალსაზრისით რამე გონივრულ გადაწყვეტილებაში. ზოგადად ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპი საერთოდ წარმოუდგენელი აბსურდია, რადგან ამ ანალოგიას თქვენ ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. არ გულისხმობ მხოლოდ ნორმალურ ან განვითარებულ ქვეყნებს, თქვენ ასეთ ანალოგიას ვერცერთ სხვა ქვეყანაში ვერ ნახავთ. ილიაუნიში გაუქმდა სამართლის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის, ტურიზმის, მედიცინის, ხელოვნების მიმართულებები. რჩება მხოლოდ პედაგოგიკა და ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ მეცნიერებებთან დაკავშირებული სპეციალობები. ის ჩვენი მიმართულების მიხედვითაც შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკვე არის ძალიან ბევრი კინომცოდნე, ახალგაზრდა, რომელიც არის უკვე თავისი ასაკის მიუხედავად წარმატებული და ისინი არიან ჩვენი გამოშვება. ანუ მთელი ეს რეფორმა ვითომ მაღალი რეიტინგების მისაღწევად, ვითომ ხარისხის გასაუმჯობესებლად სინამდვილეში ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. სადაც იყო ხარისხი, ის გაანადგურეს. გუშინ რასაც ვუყურებდი უნივერსიტეტის შენობიდან, ეს იყო რომ სტუდენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით სამართლიანი პროტესტი, დაახლოებით 10 სამართალდამცავი ბრჭყალებში მანქანა დასდევდა. შეუძლებელია ჩვენ ამ რეალობას ვუყუროთ და მეორეს მხრივ რაღაცნაირად გვჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი, რაც დღეს კეთდება, არის სტუდენტებისთვის გაკეთებული საქმე. ზოგადად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის პირველ რიგში, ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის და დამოუკიდებლობის შელახვა. ჩვენთვის არავის არ უკითხავს, რა სახით გვინდა გაგრძელება ფუნქციონირების, როგორ ვხედავთ ჩვენი უნივერსიტეტის მომავალს. ილიაუნის აკადემიური პერსონალისთვის შემთხვევითი არ არის, რომ ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ ამ უნივერსიტეტისთვის აღმოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია პარტია აგრესიას ამ დაწესებულების მიმართ არ მალავს. ადმინისტრაცია სამართლებრივი დავისთვის ემზადება, რადგან მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიმღებებმა ქვეყნის მთავარი კანონი კონსტიტუცია დაარღვიეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს განათლების თავისუფლებას აძლევს და უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას. ჩვენ როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით. მოვითხოვთ ამ გადაწყვეტილების და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია. ერთობისკენ მოვუწოდებთ უნივერსიტეტებს, რომ დავიცვათ საქართველოს აკადემიური საზოგადოების ღირსება და ქვეყნის მომავალი.
განათლების სამინისტროსთან გამართულ აქციას ილიაუნის გარდა დღეს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორებიც შეუერთდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ რეფორმად წოდებული გადაწყვეტილებები მძიმე ვერდიქტად მხოლოდ კონკრეტული დაწესებულებებისთვის არ იქცევა. მათთვის საგანგაშოა სოხუმის უნივერსიტეტის ბედიც, რომლის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ნაცვლად ამისა, ამ სასწავლებელში ამიერიდან მხოლოდ ორი მიმართულება იქნება: აფხაზური ენა და ლიტერატურა და აგრარული. უქმდება სამართლის, დიპლომატიის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ასევე საბუნებისმეტყველო მიმართულებები. ეს არის ლიკვიდაცია, ეს არის დევნილი უნივერსიტეტი. თავის ქვეყანაში დევნილი უნივერსიტეტი, თავის ტერიტორიაზე და ახლა მეორეჯერ დევნილებაში კი არა, უკვე ლიკვიდაციაში გადაიყვანეთ. სრული ფორმატის ლიკვიდაციაა და ამ გზით ვაპირებთ სოხუმში დაბრუნებას. ჩვენ არ დავთმობთ ქართველი ახალგაზრდები და საქართველოს მომავალი არ დათმობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას. ეს დგას დღის წესრიგში. ჩვენ მხარეზე არის საერთაშორისო სამართალი. ჩვენს მხარეზეა ყველა შესაძლებლობა, რომ დადგება მომენტი და რაღაც კონკრეტული მომენტი ეხლაც დგას იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ამისთვის და როგორ მუშაობთ. ეს არის რუსული ამოცანის განხორციელება. რომელი რეფორმა გინახავთ? ყოველგვარი კვლევის, ყოველგვარი მუშაობის და ყოველგვარი არგუმენტაციის და გეგმის გარეშე განხორციელებული, რომ სასიკეთოდ წარსდგომოდეთ ქვეყანას. ამ რეფორმას არანაირი საფუძველი არ უდევს, არანაირი კვლევა არ უდევს, კონცეფციაც კი არ არსებობს. უბრალოდ ვიღაცას თავში აზრად მოუვა, დღეს დაარტყამს თავში რაღაცა და ხვალ გამოაგორებენ რეფორმის ქუთქვეშ. სრულიად მიუღებელია. ეხლა თუ ამას დაემორჩილა საუნივერსიტეტო საზოგადოება, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოება ჩამოიშლება, უბრალოდ ქვეყანა, როგორც ასეთი, ძალიან მალე აღარ იქნება. შეურაცხმყოფელია, რომ მეუბნებიან, რომ ბაზარი მეუბნება, რა უნდა ვასწავლოთ, რა უნდა ვისწავლოთ, რაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა ვიფიქროთ და უნივერსიტეტი როგორც კერა, ფიქრის, აზრის უნდა დარეგულირდეს ბაზრის კვლევით. ეს არის უბრალოდ არასწორი, ეს არის მიუღებელი, ეს არის შეურაცხყოფელი ქვეყნისთვის, შეურაცხყოფელი ხალხისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ეს ამბობს, რომ საქართველოს და ხალხს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, არანაირი ამბიცია არ აქვს. განათლების რეფორმის ავტორებს, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის სურვილი ამ დრომდე არ გამოუთქვამთ. გივი მიქანაძის უწყებამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გაუქმებული პროფესიები მილევად რეჟიმზე გადაიყვანა. აბიტურიენტების ნაწილს კი, რომლებსაც პროფესია და სასურველი უნივერსიტეტი უკვე არჩეული აქვთ, ამ სურვილების და არჩევანის გადახედვა მოუწევს.